აი ხლა ბოლო არჩევნები რას გვეუბნება? აი მომავალთან დაკავშირებით ევროპის გაძლიერებისთვის და ახალ ცენტრად გადაქცევისთვის რაც თქვი, მერცი მაგალითად რამდენად შეიძლება წარმოვიდგინოთ ამის სათავეში და აი ესეთ პოლიტიკური სპექტრის მიმოვიხილოთ საერთოდ შეგვიძლია თუ აი ეხლა შეიძლება ესე გავაკეთოთ. ეხლა ვარ ჩემს სამრეკლოში და ჩემს სივრცეში. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მოდით დავიწყოთ მერციდან, რადგან მერცი ახსენეთ. მერცი საშინელი კაცია. წარმოიდგინეთ, ჯერ მულტიმილიონერია. ოღონდ მულტიმილიონერია თავისი ქცევითაც, ცხოვრების სტილითაც, მიდგომებითაც. წარმოიდგინეთ, თავისი თვითფრინავი ყავს და იმითი დაფრინავს აქეთ-იქით და დადის. ნამუშევარი აქვს ყველა უმსხვილეს ბიზნეს კორპორაციაში, რაც გერმანიაში არსებობს. აი BlackRock-ს რო ამომენის გერმანიის ფილიალში წარი ნამუშევარი, უამრავ უმსხვილეს ბანკში არის სამეთვალყურეო საბჭოში ნამუშევარი და ასე შემდეგ. არის მოკლედ ლობისტი, უმსხვილესი ბიზნესის ლობისტი. მანამდე აი გერმანიაში პარტიების შიგნით არსებობს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები. რომლებიც ამა თუ იმ საკითხზე მუშაობენ და პარტიის ხედვებს აყალიბებენ და რომლის წევრებიც მაინც და მაინც მხოლოდ პარტიული პირები არ არიან. აი მაგალითად გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წიაღში არსებობს ესეთი ორგანიზაცია Wirtschaftsunion ქვია, ხო, ეკონომიკური კავშირი, რომლის წევრები არიან აი ეს ყველა მილიარდერი და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და მერცი დიდი ხანი იყო ამ Wirtschaftsunion-ის ლიდერი, მაშინ როცა პოლიტიკიდან დისტანცირდა 15 წლით. რადგან მერკელთან წააგორთა ბრძოლა, იყო ამ Wirtschaftsunion-ში და ცდილობდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელით გაეტანა ისეთი კანონები, რომლებიც ამ უმსხვილეს ბიზნესს დაეხმარებოდა. მაგრამ ნახეთ, ეს ერთი მხარეა მისი. მაგრამ აქ მას დადებითი მხარეც, რაც შეიძლება საქართველოსთვის გამოსადეგი აღმოჩნდეს, ხო? მერცს ჯერა ერთიანი ევროპის იდეის. ამით განსხვავდება იგი ულტრამემარჯვენეებისგან. ბევრი რამით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომ ის არ ამბობს, რომ ევროკავშირი უნდა დაინგრეს, ევროზონიდან უნდა გამოვიდეთ, ნატო უნდა დაინგრეს და ასე შემდეგ. მას ჯერა ერთიანი ევროპის იდეის და მგონი ახლა ამ წუთას ის ჯერ არ არის კანცლერად არჩეული, მაგრამ უკვე წავიდა პარიზში. და შეხვდა მაკრონს, იმიტომ რომ იცის რომ მაკრონის გარეშე გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის გარეშე და პოლონეთის ასე იგი ევროპის იდეის მობილიზება და ევროპის ასე ვთქვათ მოქცევა რაღაც დისციპლინაში შეუძლებელია. ის არის რუსეთის მიმართ ძალიან კრიტიკულად განწყობილი. ისე არა გიჟები რო არიან და რაღაც მაკარტისტულად არა, მაგრამ გონიურული პოზიცია აქვს რუსეთის მიმართ და შესაბამისად პროუკრაინული. და უკრაინას რომ ხარდაჭერა ჭირდება და ამ ხარდაჭერისთვის იქ არ უნდა მოთხოვო, რა ქვია, ბუნებრივი რესურსები და ვაჭრობა რომ უნდა დაიწყო, ამას გრძნობს და აცნობიერებს. ესეც მისი პლუსია. და რაც მთავარია, გერმანიაში შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ერთადერთი მართველი კოალიცია შეიძლება მოვიდეს ხელისუფლების სათავეში. სოციალ-დემოკრატების იქით გზა მათ არ აქვთ. ქრისტიან-დემოკრატებს. მერცმა კოალიცია უნდა შექმნას სოციალ-დემოკრატებთან. ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, ამაზე თუ გნებავთ მერე ვისაუბროთ დეტალურად, მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი, ვინ არის დღეს გერმანიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი. რომელიც ბოლო 2 წელია, 3 წელია, ასე ვთქვათ, სიის სათავედან არ ქრება და სულ ლიდერია. ეს არის ბატონი ბორის პისტორიუსი, სოციალ-დემოკრატი, რომელიც სავარაუდოდ გახდება გერმანიის ვიცე-კანცლერი და რომელიც გახლავთ თავდაცვის მინისტრი. და მას უკავშირდება გადაწყვეტილება, ეს სოციალ-დემოკრატებმა ძალიან კრიტიკულად შეაფასეს, მაგრამ მას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გერმანული ჯარი განლაგებული არის უცხო ქვეყანაში. მხოლოდ გერმანული. ესა ლიტვაში ომის დაწყებიდან, ლიეტუვაში ომის დაწყებიდან მალევე
როცა პისტორიუსი მინისტრი გახდა, იქ განალაგა, რა თქმა უნდა, ლიტვის გიტანას დაუსედას და სხვების შუამდგომლობით გერმანული ჯარი, ხო? იმიტომ რომ პისტორიუსიც პროევროპული და ევროპული რანგის ფიგურაა და ის ფიქრობს, რომ გერმანიის საზღვარზე კი არ მთავრდება გერმანიის უსაფრთხოება. გერმანიის უსაფრთხოება მთავრდება ევროპის საზღვართან. დაცული იქნება ევროპის საზღვარი, მას სადამე დაცული იქნება გერმანიაც და მისი პოლიტიკური ცხოვრება. შესაბამისად, თუ ჩვენ მივიღებთ ამ მოცემულობას, რომ თავდაცვის მინისტრად ყავს ბორის პისტორიუსი, ხოლო კანცლერი არის მერცი, ორივენი პროევროპულად განწყობილი ლიდერები, ევროპული სუვერენიტეტის იდეის ერთგულები, ეს გვაძლევს იმედს, რომ გერმანია კვლავ იქნება აქტორი, მოთამაშე, აქტიური მოთამაშე იმ მიმართულებით, რომ ევროპა შეკრას და მის კონსოლიდაციას შეუწყოს ხელი. ეს რამდენად გამოვა მეორე საკითხია, მაგრამ შეეცდებიან, უკან არ დაიხება. ეს ოლაფ შოლცსაც უნდოდა. მაგრამ აი პრინციპული განსხვავება შოლცსა და მერცს შორის გახლავთ ის ბევრი არის, ახლა ეკონომიკას თუ მიყვებით, მაგრამ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მთავარი განსხვავება არის ის, რომ ნახეთ შოლცს ჰქონდა სამსუბიექტიანი კოალიცია. მას ნებისმიერი გადაწყვეტილების შეთანხმება უწევდა მწვანეებთან და ლიბერალებთან, რომლებიც თავის მხრივ პატარა პარტიები იყვნენ, რაც უფრო პატარა ხარ, მეტი ამბიცია გაქვს. თან განსხვავებული, ერთი უკიდურესი მემარჯვენე და მეორე ეს რაღაც პოსტმატერიალისტური იდეების უკიდურესი ერთგული პოლიტიკური პარტია, იდეოლოგიზირებული ამ ბოლო ეტაპზე ძალიან. შესაბამისად, ძნელი იყო სამსუბიექტიანი კოალიციის პირობებში აი ესეთი სუვერენული, ძლიერი გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ თუ ეხლა შეიქმნება ეს ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების კოალიცია, ამას ძალიან ბევრი დრო დაჭირდება და ბევრი კამათი და მივა თუ არა ბოლომდე მთლად 100%-ით გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მივა. გერმანიის სათავეში მოდის ისეთი კოალიცია, რომელიც აქამდე 4-ჯერ უკვე ყოფილა ხელისუფლების სათავეში. ანუ კარგად გამოცდილი ტრადიციული კოალიცია. 66 წელს იყო ერთი ეგეთი კოალიცია, მერე 2005 წელს, მერე 2010-იანი წლების სულ ასეთმა კოალიციამ მართა. ანუ კარგად ნაცადი კოალიცია მოდის, გამოცდილების მქონე კოალიცია მოდის, ამ პარტიებს ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და ნაკლებად არის მოსალოდნელი ისეთი ექსცესები, რაც გასული წლის ნოემბერში მოხდა, რომ იქ დაარტყა ხელი ქრისტიან ლინდნერმა, ლიბერალების ლიდერმა და დაშალა კოალიცია, აი რომელ დღეს დაშალა ხო გახსოვთ? ტრამპმა რო გაიმარჯვა არჩევნებში, ტრამპის გამარჯვების გამოცხადებიდან 1 საათში მეორე ახალი ამბავი იყო, რომ გერმანიის მთავრობა დაიშალა. იმის მაგივრად, რომ ევროპა უფრო ძლიერად რაღაცა შეკრულად წარმდგარიყო, ხო? აი ამ საშინელი კატასტროფული შედეგი. ვერ შეთანხმდნენ ბიუჯეტზე. ხო, ბიუჯეტზე, მაგრამ რაზე ვერ შეთანხმდნენ ეგ კიდე საკითხავია. ანუ მიუხედავად იმისათვის, რომ ერთად შეკრული იყვნენ, ამის მაგივრად ესე დაშლები შეხვდნენ და რაზე დაიშალა, ესეც საინტერესოა. შეიძლება ვთქვა. აუცილებლად. ნახეთ ეს საქართველოში სასაცილოდ მოეჩვენებათ, მაგრამ ეს ძალიან იდეოლოგიური საკითხი იყო. 2009 წელს გერმანიის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები და იქ გაჩნდა პუნქტი სახელწოდებით Schuldenbremse. Schulden არის ვალი, ვალები, bremse არის მუხრუჭი. ვალების მუხრუჭი. აი ჩვენ რო 94 მუხლი გვაქვს თუ რაღაცა, რომ გადასახადების დაწესება არ შეიძლება და ასე შემდეგ. გერმანიას გადასახადებზე არა აქვს საკონსტიტუციო ჩანაწერი, მაგრამ დღემდე აქვს საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომ თუ არ ვწდები მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 ხარჯვის გაზრდის. თუ არ აქვს ქვეყანას უფლება აიღოს კრედიტი და ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.35 მეასედზე მეტი ოდენობის. დღეს ახლა გერმანია რა დღეშია, ხო? უკრაინის ომი, უკრაინას გვერდით უნდა დაუდგეს, რუსეთთან ურთიერთობები გაწყდა, ამან წარმოქმნა ენერგოკრიზისი, იქ გამოვიდნენ, ასე ვთქვათ, ატომური ენერგიის გამოყენების, ასე ვთქვათ, პრაქტიკიდან, იმას ვეღარ იყენებენ ატომურ ენერგიას, ამან ენერგოკრიზისმა წარმოქმნა ეკონომიკური კრიზისი, მთელი ეს მიგრაციის შედეგად ტვირთი დააწვა ზემოდან სოციალურ სახელმწიფოს და სოციალური სერვისების ანაზღაურებას
ცხოვრება გართულებულია, ანუ საგარეო პოლიტიკური კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, სოციალური სახელმწიფოს კრიზისი, ეს ყველა კრიზისი თავზე აწევს გერმანიას. აღარ ყოფნის ხარჯები. მაგრამ გერმანია არის ამავდროულად მთელს ევროპაში მოწინავე ქვეყანა ვალების სიმცირის თვალსაზრისით. უფრო ნაკლები ვალის მქონე ქვეყნებიც არსებობენ, მაგრამ გერმანიას ახლა დავალიანების მქონე, ძალიან დიდი დავალიანების მქონე ქვეყანა არ არის. შესაბამისად, სოციალ-დემოკრატიული და მემარცხენე პარტიები უჭერენ მხარს, რომ აი ეს რეგულაცია საკონსტიტუციო გაუქმდეს. ანუ ეს ვალების მუხრუჭს აუშვათ ჩვენ ხელი და ქვეყანას მიეცეს ვალების აღების კრედიტების. ხო, რეცესია გადაილახოს, სოციალური ხარჯები იყოს, უკრაინის ხარჯები გაქრეს და არსებობს ესეთი ტერმინი პოლიტიკაში, გერმანულ პოლიტიკაში დამკვიდრებული Zukunftsinvestitionen, მომავლის ინვესტიციები. ხო, ანუ ჩადო ისეთ დარგში, თქვა ტექნოლოგიებში, აი ამ კრედიტით მოპოვებული თანხა, რომ აი ამ ტექნოლოგიურ ფეოდალიზმს გაუწიო წინააღმდეგობა. წარმოება შეინარჩუნო. წარმოება შეინარჩუნო, იქ Volkswagen-ს პრობლემები აქვს რაღაცები, ხო? აი ლიბერალები და ქრისტიან-დემოკრატები და მერცი, ხო, მაგალითად ამას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ პირიქით ჩვენ ახალი ვალები არ უნდა ავიღოთ, ახალი გადასახადები არ უნდა დავაწესოთ, რა გადასახადებიც გვაქვს, ისიც უნდა გავაუქმოთ, ეს ამოასუნთქებს ამ ბიზნესს და ის გვექნება ზრდა ეკონომიკური. კამერები სახელმწიფო შემოუჭიროთ, იმათ მოუშვათ კამერები და კარგად იქნება ყველაფერი. აი სოციალ-დემოკრატები პირიქით არიან მომხრე, რომ ხო, ანუ მერცთან მნიშვნელოვანი. ხო, და ეს იქნება აი ახლა ამ კოალიციის მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი ვალების მუხრუჭი. მერცი ამის მომხრეა, სოციალ-დემოკრატები მოწინააღმდეგეა, სოციალ-დემოკრატები მომხრე არიან და ამაზე დახოცავენ ერთმანეთს. თან იცით, აი ეს ალბათ თქვენი მსმენელისთვისაც საინტერესო იქნება და ეს ჩემი სფეროა უშუალო, ხო, შიდა პარტიული დემოკრატია და პარტიების მოწყობა. ნახეთ, გერმანიაში 69 მილიონი ამორჩეველია, ამ 69 მილიონმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ქვეყანა როგორ იმართება საბოლოოდ შეიძლება გადაწყვიტოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის 835,000 წევრმა თუ მეტმა. ანუ რას გულისხმობ? რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ პარტიული ლიდერები. როგორ შეთანხმებასაც არ უნდა მოვაწერონ ხელი. ბოლოს სოციალ-დემოკრატებს ამის ვალდებულება აქვთ, ბოლო რამდენიმე წელია. ბოლოს ეს ხელშეკრულება, კოალიციის შეთანხმება უნდა გამოვიდეს შიდა პარტიულ პლებისციტზე. ანუ პარტიის თითოეულ წევრს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერთგვარ რეფერენდუმში და თქვას ემხრობა თუ არა სოციალ-დემოკრატების შეცდომა. ძალიან საინტერესო სტრუქტურაა, ხო. ესეთი რამე მომხდარა გერმანიაში, როცა პარტიის ლიდერებს მიუღიათ ერთი გადაწყვეტილება და რიგით წევრებს სხვა გადაწყვეტილება და ჩაშლილა სხვადასხვა პოლიტიკური პროცესი. ასე რომ აი ესეთ დემოკრატიულ წიაღსულებს ველოდებით ჩვენ მომავალში გერმანიაში, რაც შეიძლება ზოგიერთისთვის ასაცილოა თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ერთი კაცი წვეთს ყველაფერს რუსეთში, ჩინეთში, შეერთებულ შტატებში და სწრაფად მიიღებია ყველა გადაწყვეტილება, მაგრამ მე მირჩევნია ეს ნელა მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ გადაწყვეტილებები, სადღაც კობლენცის გარეუბანში ცხოვრებ გალოთებულ სოციალ-დემოკრატს, აქვს საშუალება, რომ ხმა მიცეს ან არ მიცეს რომელიმე უნიშნულოვანეს გადაწყვეტილებას. დემოკრატია ესე მუშაობს, რთულად, ურემივით, მაგრამ მუშაობს და ადამიანებს ღირსებას უნარჩუნებს. და აი ტრამპი და პუტინი და ვის ღირსებას დარაჯობენ, მე არ ვიცი და რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ასე რომ ესეც სამუშაო გვაქვს რა ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებში, რომ დასცინიან ამ ევროპას და ანადგურებენ. ხო, აი ეს მხარეც უნდა წარმოვაჩინოთ. რომ იქ ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა არა და უამრავი პრობლემა აქვს თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიას, მაგრამ იქ რაღაცის თქმა მაინც შეგიძლია და ავტორიტარულ რეჟიმებში ვერაფერს ვერ იტყვი და ვერაფერზე გავლენა საბოლოოდ ვერ გექნება თუ თავი არ შესწირე და რამე საშინელება არ ჩაი. ხო, ნუ ეხლა რა ვიცი, ლიდერი თუ გინდა რომ წარმატებული იყოს და კარგად იყოს შენს ხარჯზე, პრობლემა არ არის, შეგიძლია, რა ვიცი, დასცინო რომ რა მხელა დემოკრატია აქვს, მაგრამ
კიდევ ერთი შენთვის თუ გინდა მეც მინდოდა რაღაც თუ დაემთხვა გერმანიაზე, აი ამომრჩევლის დემოგრაფიაზე მინდა და მეკითხა, რომ ნუ მე რაც ვნახე ეს ეგზიტ პოლების შედეგები რო იყო, ესეთი ამბავი მოხვდა თვალში. ჯერ ერთი არ ვახსენეთ მემარცხენეები ჩვენ ხო, რომელიც ცოტა არც მემარჯვენეები, მაგ ხო, მან დრო ხა AfD-მდე რომ მივიდოდით ხო გასაგები იყო, მაგრამ ეს დილინკეს ამბავით საინტერესო იყო, იმიტომ რომ უეცარი ავარდნა ქონდათ, ხო? ანუ ფაქტობრივად ბარიერს მიღმა დარჩენა ემუქრებოდათ, მაგრამ რამდენი პროცენტამდე გამოუვიდათ, ხო? და საინტერესო იყო მოკლედ დემოგრაფია რომ ახსენე, რომ ეგრეთ წოდებული პირველი ახალი ამომრჩევლის ხმების უმრავლესობა წავიდა დილინკესთან, ხო? მემარცხენეებთან. ეს იყო ერთი მხრივ საინტერესო, მაგრამ მეორე მხრივ ამბავი იყო ის, ცოტა უხეშად დრო დავთვალოთ 18 წლიდან 34 წლამდე, რო ავიღოთ აი ეს ასაკობრივი ჯგუფი, მათი ხმები ფაქტობრივად გადანაწილდა მოკლედ ულტრამემარჯვენეებზე და მემარცხენეებზე, AfD-ზე და დილინკეზე. ნუ აი ამ ასაკობრივ ჯგუფში თუ არ ჩავთვლით ამ შედარება, ჯენზის თუ არ ჩავთვლით, აი ჩვენ ასაკში მილენიალებში ლიდერობდა AfD და მეორე ადგილზე მოსდევდა დილინკე. და ნუ ახლა რეგიონულად რო შევხედოთ, ძირთად აღმოსავლეთ გერმანიის არჩევანი იყო AfD, ხო? ანუ აღმოსავლეთ გერმანიის ახალგაზრდებმა ხმა მისცეს AfD-ს, ხო? და დანარჩენებმა დილინკეს უმრავლესობამ და რეალურად ქრისტიან დემოკრატების ამომრჩევლის დემოგრაფიას რო შევხედოთ, იყო 45 წელს ზემოთ და სოციალ-დემოკრატები კიდევ უფრო ზემოთ, 70 წელს ზემოთ. ხო, აი რა სიტყვა ამ დემოგრაფიაზე და ახალგაზრდებში რატო AfD და ნუ რატო დილინკე თუნდაც? ძალიან საინტერესო შეკითხვა, ძალიან საინტერესო შეკითხვა. საიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ შევეცდები რომ დავიწყო. AfD-ს მთავარი თემა არის მიგრაცია და მართლა მიგრაცია არის თანამედროვე ევროპის პრობლემა. ეს მიგრაციები თავის დროზე წარმოქმნეს დიდმა იმპერიებმა თუ ნეოკოლონიალიზმის მიმდევარმა ძალებმა, რომლებიც შეიჭრნენ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში და გაანადგურეს ხალხი და იქ აღარ დაედგომება ადამიანებს და როგორც ტრამპმა თქვა, ევროპისგან მათ ყოფთ დიდი ის, რა ქვია, ლურჯი ოკეანე. ამიტომ ის დევნილი ამ ლურჯ ოკეანეს ვერ გადაცურავს და ხმელთაშუა ზღვა შეიძლება გადაცურო გაბერილი ნავით და იქ ლესბოსზე ჩახვიდე და მე იქიდან ფეხით წახვიდე ევროპის შუაგულისკენ. ხო, ასე რომ დიახ, ეს ჯორჯ ბუშის და ამ ქორების და საშინელი ხალხის რომლებაც ომები დაიწყეს ტყუილ უბრალოდ გაუგებარი მიზეზებით ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, აი ამ ყველაფერმა წარმოქმნა ეს მიგრაციები. ოღონდ ამერიკის მაგივრად ევროპა აგებს ამ ყველაფერზე პასუხს თავისი ყოველდღიური ცხოვრებით. და ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში რას გულისხმობ? თქვენ ახლა ეს კარგად გეცოდინებათ, ხო? აი არჩევნებამდე არის 5 თვე დარჩენილი. და თვე არ გასულა გერმანიაში, რომ ერთი ტერორისტული თავდასხმა არ მომხდარიყოს. თან ეს ტერორისტული თავდასხმა მარტივი ხასიათის კი არ არის, იქ ბომბს რო აფეთქებ, იქ ტერორისტი არ ჩანს. ხო, მოვიდა დადო ბომბი წავიდა, აფეთქდა, ვინ დაგიშავა, როგორ დაგიშავა, ამას ვერ ხედავ. მაგრამ არის ტერორისტული აქტების ახალი ფორმა გავრცელებული განსაკუთრებით გერმანიაში, როცა ვიღაცა უცებ დანით გამოვარდება ქუჩაში და დაგჭრის. შენც და შენს ირგვლივ ყოფ ადამიანებსაც, ხო? აი ზოლინგენში მოხდა ესეთი შემთხვევა, აშაფენბურგში მოხდა ბავარიაში ესეთი შემთხვევა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს და აღმოჩნდა ყოველთვის ამ დანაშაულის ავტორი ვინ? აი ამ ლტოლვილი ავღანელი, სირიელი, რომელთაც წესით და რიგით გერმანიაში ცხოვრების უფლება აღარ აქვთ, რომელსაც ჩაურტყეს დეპორტი, უთხრეს რომ წადი აქედან, მაგრამ მე ადმინისტრირება ვერ მოხდა ამ ყველაფრის, ბოლომდე ვერ მიყვეს და ვერ გააძევეს ქვეყნიდან. და მეორე ფორმა ტერორიზმის, როგორიც არის, ეს არის მანქანაში დაჯექი და არის თქვათ მაგდებურგში საშობაო ბაზრობა და შევარდი ამ ბაზრობაში მანქანით და წინვით შეხვდა, გადაუარე და გადაჯეგე. და მოკალი ამითი. და აი ამ ყველაფერს უყურებს გერმანია ბევრი წელია და განსაკუთრებით ბოლო 5 თვეა ეს ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა.
და არალეგალურ მიგრაციას რეგულირება რომ ჭირდება, ამაზე ჩვენც ვთანხმდებით, მაგრამ AfD ამ ყველაფერში ჩააქსოვს ხოლმე რასისტულ არგუმენტებს, ისლამოფობიურ არგუმენტებს, ზიზღს, შუღლს გააღვივებს. ამ ურთულეს პრობლემაზე, აი რატო ეძახიან მათ პოპულიზმს. პოპულიზმის პირველი ნიშანი თანამედროვე მსოფლიოში არის, რომ ურთულესი პრობლემა გაქვს წინ და პასუხობ მარტივად. არალეგალური მიგრაცია. იმაზე კი არ იწყებ ლაპარაკს, იარაღის ექსპორტი რო ხდება, იმპერიალიზმი რო არსებობს, თავის სამშობლოში რო არ დაედგომებათ ამ ტოლვილებს და ასე შემდეგ. არა იტყვიან, რომ გავყაროთ. მესამე ქვეყანაში წავიყვანოთ. რუანდაში კორპუსები ავაშენოთ და იქ წავიყვანოთ. და მორჩა ადვილი პასუხია და ეს პოპულიზმი, რასიზმი და აი ეს მიგრაციის პრობლემის სიმწვავე ერთად კომბინაციაში იწვევს ამ AfD-ს პოპულარულობას და განსაკუთრებით პოპულარობას ახალგაზრდებში განაპირობებს ის, რომ ეს მარტივი მესიჯები და გზავნილები ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ულტრამემარჯვენეები მთელ მსოფლიოში და მათ შორის გერმანიაშიც შესანიშნავად აცნობიერებენ სოციალური ქსელების მნიშვნელობას, TikTok-ის მნიშვნელობას, Instagram-ის მნიშვნელობას და იქ არიან ლიდერები და მოწინავეები. და კიდევ ერთი საკითხია, როცა თანამედროვე სისტემაში გინდა რომ ცოტა განსხვავებული ფორმით იცხოვრო, რაღაცა ცხოვრების განსხვავებული წესი გქონდეს და ასე შემდეგ, იქ ყალიბდება ხოლმე სუბკულტურები. ხო, სულ ესე იყო, მაგრამ თანამედროვე გერმანიაში ძალიან ბევრი ულტრამემარჯვენე სუბკულტურა შეიქმნა. ბანდები, ჯგუფები, ერთად რო ცხოვრობენ, ერთად რო უყურებენ ფილმებს, ერთი და იგივე სპექტაკლებს რო უყურებენ, ერთი და იგივენაირად რო ერთნაირად რო აცვიათ, ერთი და იმავე მარშებში რო მონაწილეობენ. წლების განმავლობაში ეს ულტრამემარჯვენე სუბკულტურა ვითარდება ამ ანტისაემიგრაციო ნიადაგზე და ეს ჩამოყალიბდა გერმანიაში. და რაც მთავარია ულტრამემარჯვენეებისთვის, ნოყიერ ნიადაგს რა ქმნის? სიღარიბე და კრიზისები. დღეს ახლა ხო ჩამოვთვალეთ რამდენი კრიზისის წინაშეა გერმანია და ამ ყველა კრიზისს რაც ჩამოვთვალეთ დაერთოთ თან ის რომ მთავრობის წევრები 3 წელია ერთმანეთს ეჭხუბებიან ტელევიზორში. ხო, ლიბერალები, სოციალ-დემოკრატები და მწვანეები 3 თვეში ერთხელ საჯაროდ დებატობდნენ. ერთი მთავრობის წევრები, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ერთიანი პოზიცია შეემუშავებინათ. წარმოიდგინეთ, აქეთ სახლს ცეცხლი უკიდია და ადამიანები, ვინც ეს ცეცხლი უნდა ჩააქროს, ერთმანეთს ეჭხუბებიან. აი ეს სურათი შეიქმნა და ამან განაპირობა, თქვათ, AfD-ს დიდი პოპულარულობა და რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ გერმანიაში არიან ისინი პოპულარულნი. რატომ? იმიტომ რომ არ დაიძლია ის უბსკრული ეკონომიკური განსხვავება, რომელიც არსებობდა დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის და კიდევ არ დაიძლევა ერთი ამ ასეთი კაპიტალიზმის პირობებში ალბათ კიდევ ერთი 50 წელი არ დაიძლევა ეს განსხვავება, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ერთად ცხოვრობდეთ ადამიანები ერთ საზოგადოებაში, ვინც დაიბადა და გაიზარდა და პროფესია შეიძინა საბჭოთა კავშირში და ვინც დაიბადა, გაიზარდა და პროფესია შეიძინა შეერთებულ შტატებში. იმის ერთ საზოგადოებაში მოხვედრა რას ნიშნავს? ხო, ყველაფერი გადაეწყო, თქვათ, კაპიტალიზმის რელსებზე და აღმოსავლეთ გერმანიაში დარჩნენ თაობები პროფესიის გარეშე. გაიყინა, ხო, მათი პროფესია აღარავის აღარ ჭირდება. ანუ რაც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში. ოღონდ აქ ყველას დაგვემართა. ეგრო ის პროფესიები აღარ არსებობს. ხო, კვების ტექნოლოგი საბჭოთა კავშირის დროს სერიოზული პროფესია იყო, ხო, ვიზრაში ჭირდება. წარმოების ნაწილი. წარმოების ნაწილი. ადრე აწარმოებდი იყავი საბჭოთა კი არა სოციალისტური ბანაკის სისტემაში ჩართული და აღარავის აღარ ჭირდება უკვე შენი წარმოებული კარადა, რომელიც ბებია-ჩემს ძალიან უხაროდა, რომ GDR-დან მოიპოვა რაღაცა. და ეხლა აღარ ჭირდება, როცა იქით არის Walmart-ი და რაღაცეები. და ასე შემდეგ, საპენსიო დანაზოგი 2-40 წლის ადამიანი რო ავიღოთ. ერთი საპენსიო დანაზოგი არის, რა ვიცი, ლამის 200.000 დოიჩე მარკა და მეორესთან საპენსიო დანაზოგი არ არსებობს საერთოდ. გავიდა 30 წელიწადი იმას აქ საპენსიო დანაზოგი რაღაცა 100.000 ევრო შეიძლება დაუგროვდო და ამისი არის უკვე მილიონი. ხო? ვინც თავიდანვე კაპიტალისტურ სისტემაში ცხოვრობდა. ეს განსხვავება ბუნებრივად იწვევს განსხვავებულ შიშებს, დეპრივაციას, რასაც ეძახიან, ხო, ამ განწყობებს და ამიტომ ძალიან პოპულარულია AfD იქით. რაც შეეხება მემარცხენეებს.
მემარცხენეებს ასე ვთქვათ დიდი კათარზისი ჰქონდა. მოკლედ ვიტყვი, სულ ჩემი ლაპარაკი რო არ გამოვიდეს ბოდი. მიტიკაცა ეს ხა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ხო, აი მემარცხენეებმა დიდი კათარზისი განიცადეს, ხო? ჯერ ერთი გასული წლის დასაწყისში პარტიას გამოიყო ქალბატონი ზარა ვაგენკნეხტი. ქალბატონი ზარა ვაგენკნეხტი გახლავთ მეორე ტიპის პოპულისტი. ძალიან ჭკვიანი ქალია. მე ინტენსიურად ვკითხულობ ამ ქალს, მის წიგნებსაც ვკითხულობ, ძალიან ჭკვიანი ქალია, მომზადებული, სერიოზული ეკონომიკის დოქტორი, ძალიან სერიოზული განათლება აქვს ფილოსოფიის მიმართულებით მიღებული, მისი სტატიები ნათარგმნიც მაქვს, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდი, რომ არის პოპულისტი, ჩვეულებრივი პოპულისტი. ნახეთ, ეს ზარა ვაგენკნეხტის ვაგენკნეხტს ხშირად უწოდებდნენ ხოლმე მემარცხენე კონსერვატორს. და ის თვითონაც ამბობს, რომ მე აღარა ვარ მემარცხენე, აღარც მემარჯვენე ვარ, მე რაღაც სხვა ვარ. და ეს რაღაც სხვა რას ნიშნავს, რომ მიგრაციის საკითხებში ხარ კონსერვატორი და AfD-ს პოზიციას იზიარებ ლამის. ეკონომიკაში ლუდვიგ ერჰარდის ქრისტიან-დემოკრატიულ ტრადიციებს ემხრობი და იმაში რა ქვია, სოციალური სახელმწიფოს თვალსაზრისით ხარ კომუნისტი. რანაირად თან კომუნისტი, თან AfD-ს ხედვები ლამის მიგრაციასთან დაკავშირებით, თან ეს რაღაცა ეკონომიკის მოდელი, ეს საბაზრო, სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული. ეს როგორ ძოვს ერთად, ხო, ვერ ძოვს. ანუ პოპულისტური ხაზი აქვს არჩეული და ეს იწევდა, რომ დი-ლინკეს შიგნით იყო ძალიან ტოქსიკური გარემო შექმნილი. მაგრამ გასული წლის დასაწყისში ქალბატონი ზარა ვაგენკნეხტი გავიდა ცალკე და შექმნა თავისი პარტია, რომელიც ასევე აღმოსავლეთ გერმანიაში ძალიან წარმატებულია და უკვე აღმოსავლეთ გერმანიის ორი მთავრობის მონაწილეა. დი-ლინკე დარჩა ისე 3% რეიტინგი, დაშლილი, დაეშალა ადგილობრივი ორგანიზაციები ზოგიერთ მხარეში, გაუბედურდა, მაგრამ მის სათავეში აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი ხალხი. და მათ აირჩიეს ესეთი სტრატეგია. რას გულისხმობდა ეს სტრატეგია? დი-ლინკემ პირველ ნაბიჯად წინასარჩევნო კამპანიაში წარმოადგინა პირველი ნაბიჯი, რაც წინასარჩევნო კამპანიაში გადადგა, გახლდათ ეგრეთ წოდებული პროექტი ზილბერლოკე. ანუ ვერცხლისფერი თმა, ხო? ანუ წინა პლანზე წამოწია 3 მოხუცი ლიდერი თავისი პარტიის, გრეგო გიზი, დიდბარ ბარჩი, ბოდო რამელოვი და თქვა, რომ თუ მე ბარიერს ვერ გადავლახავ 5%-იანს, გერმანიაში ესეთი წესია, 3 მაჟორიტარს თუ გაიყვან, მაშინ რამდენი პროცენტიც აიღე, იმდენი პროცენტი დეპუტატებისა გეძლევა პარლამენტში. თქვა აიღე 2%, მაგრამ აიღე 3 მაჟორიტარული ოლქი მოიგე, მაშინ ბუნდესტაგის 2%-იან წილს გაძლევენ შენ. და ეს 3 ძველი ფუნქციონერი, გრეგო გიზი დაჟე იმაში არის ნამუშევარი GDR-ის მმართველ პარტიაში, ესენი წამოწიეს წინ. ეს რას ნიშნავდა? მათ უთხრეს აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ხალხს, რომ აი თქვენები, GDR-ელები, სოციალისტები, თქვენზე ვისაც ნამუშევარი აქვს, ასაკოვანი ხალხი თქვენთან არიან. თქვენს გვერდით არიან და ესენი ჩვენი პარტიის წამყვან ძალად რჩებიან. მათ ასაკს, გამოცდილებას, პოზიციას ჩვენ პატივსცემთ. და ამითი რა თქმა უნდა მოხდა მობილიზება აღმოსავლეთ გერმანელი ამორჩევლის ნაწილის, ხო? მეორე სტრატეგია, რაც აირჩიეს, ეს სტრატეგია უკავშირდება დი-ლინკეს ახალ თავმჯდომარეს, ბატონ იან ვან აკენს, რომელიც გახლავთ ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არაჩვეულებრივი კაცი და რა გამოარჩევს მას? ეს ხმა გამაგონე ჩემს ქვეყანაშიც, ხო? ყველა თავის გამოსვლას იწყებს ესე. მე ვარ იან ვან აკენი და ჩემი აზრით მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ. ანუ მთელი მისი პროფილი ამ კაცის აგებულია იმაზე, როგორ დავბეგროთ მილიარდერები. როგორ დაუწესოთ მილიარდერებს იმ ტიპის გადასახადები, რომ ისინი აღარ იყვნენ მილიარდერები.
და როგორ გამოვიყენოთ ეს თანხა განათლების, ჯანდაცვის და სოციალური სისტემის უზრუნველყოფისთვის. ანუ ნახეთ ადრე დილინკს ადანაშაულებდნენ რომ თქვენ გახდით მწვანეთა პარტია 2. მოუქიზმში გადავარდით, სოციალიზმი დაივიწყეთ და ასე შემდეგ. ამ კაცმა შემოიტანა ეს თემა, დააბრუნა ეს თემა და იმ დღეს ვკითხულობ მეორე მისი მაპროფილირებელი თემა რა გახლდათ იცით იმ დღეს ვკითხულობდი ჩვენი საერთო მეგობრის ძვირფასი რატიანის პოსტს რამდენიმე თვის წინ რომ აი ვეძებ ბინას ორი საყვარელი ადამიანი ვართ და ვეძებთ ბინას ხო ანუ თანამედროვე გერმანიაში და ევროპაში საერთოდ ბინის გადასახადი და ბინის შოვნა და მე მისი ქირის გადახდა იქცა ტანჯვად განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ბერლინში არის ამძიმე ვითარება კატასტროფა ხო და დილინკის მთავარი თემა იყო ბინის ქირის რეგულირება და იმ კომპანიების რეგულირება რომლებიც ფლობენ დიდ უძრავ ქონებას და აქირავებენ ამ ბინას ეს მინდოდა მეთქვა ბერლინი იმიტომ ვახსენე რომ მან რეფერენდუმისთვის მიდის მე მგონი ახლა მზადება ნაციონალიზაციისთვის ხო მოიგეს ეგ რეფერენდუმი მაგრამ ბოლომდე რაღაც სჭირდება ხო პროცედურულად კიდე და არის ნაციონალიზაციის კი მაგაზე ერთი რეფერენდუმი ხო ეგ თქვა და რა საინტერესო ამბავი იყო მე ბერლინში რო გავიგე საერთოდ მაგას ფიქრობდი რომ ის იქნება რომ ეს გვექნება ძალიან მარტივი ამბავია ანუ ბინების დიდ ნაწილს ფლობენ ლენდლორდები ხო რამდენიმე კომპანიაც აქ ხელში ჩაგდებული მონოპოლია ოლიგოპოლია ბინები აქირავებს ძალიან ძვირად ზოგიერთი მარტო აშენებს და არ აქირავებს იმიტომ რომ ეს არის რაღაც ფინანსური ოპერაციებისთვის გარანტია აი პროფესორმა გიორგი ჭანტურიამ ქართულად თარგმნა ფილმი ფუშ ესე ქვია სადაც აი ამ ბინების საინვესტიციო მნიშვნელობაზეა ლაპარაკი მე შეგიძლიათ ამ თემაზე უფრო დეტალურად ბატონ გიას ესაუბროთ თქვენი შესანიშნავად გამოვა ეს ამბავი მოკლედ რა ბინებს აქირავებს რამდენიმე კომპანია უძვირებს ან ხანდახან არ აქირავებს და არიან ლამის ოლიგოპოლისტები იქ დანარჩენ გერმანიაშიც პრობლემაა ბინის ქირა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის რეფერენდუმი რამდენჯერ ჩატარდა ბერლინის მასშტაბით რამდენჯერმე მოითხოვეს ამ რეფერენდუმის ძალითაც დაშლა თვითქოს გადაწყვეტილება მიღებულია მაგრამ ბოლომდე ვერ გაიყვანეს ეს საქმე ვერასოდეს და აი ამ კაცმა იან ვანაკენმა მე დილინკეს მთავარ თემად აქცია მილიარდერების დაბეგვრა და ბინის საკითხი. მე მგონია საქართველოშიც იმუშავებს ეს საკითხი და მგონი რამე მოძრაობა თუ არსებობს, გინდა მემარცხენე, გინდა არამემარცხენე, გინდა სოციალისტური, გინდა არასოციალისტური, გინდა ხმა ერქვას, გინდა სოციალ-დემოკრატიული პარტია თუ რაც ერქმევა, ყველა უნდა გაერთიანდეს, მგონი აი ამ დაბეგვრის საკითხზე და ბინის საკითხზე, იმიტომ რომ ეს ყველას ეხება. ჭეშმარიტად საყოველთაო საკითხია, კი ბატონო. და კიდევ ერთი მიმართულება, მესამეა თუ რომელი აღარ მახსოვს ჩამოთვლით, რამაც დილინკეს გადარჩენა განაპირობა, ეს გახლავთ 1.36 წლის ძალიან მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი ჰაიდი რაინიხეკი, ბუნდესტაგის დეპუტატი, რომელმაც რო დაიშალა ფრაქცია და განადგურდა ყველაფერი, მაშინ გადაიბარა პარლამენტში დილინკეს ხელმძღვანელობა და მისი პროფილი არის გამოკვეთილად ანტიფაშისტური. თქვენ იცით, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გერმანიის პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მერცმა ეს რეზოლუცია უკავშირდებოდა მიგრაციის რეგულაციას და მერცი უმრავლესობის მოსაპოვებლად რათა ეს რეზოლუცია გასულიყო უმრავლესობის მოსაპოვებლად არ დაელაპარაკა სოციალ-დემოკრატებს და მწვანეებს ნუ დილინკეს ისედაც არ ელაპარაკებიან CDU-ს წარმომადგენლები ამით დროიხელთა AfD-მ და მოლაპარაკების გარეშე მხარი დაუჭირა CDU-ს ინიციატივას. ანუ ტაბუ დაირღვა. CDU-მ და AfD-მ ერთად იმოქმედეს ამ ერთ კონკრეტულ საკითხში. და ნუ რა თქმა უნდა ყველამ გააკრიტიკა CDU და რაღაცა, მაგრამ ჰაიდი რაინიხეკმა, აი ამ ლიდერმა, საპარლამენტო ლიდერმა დილინკესი, აი მართლა დაამხო თავზე ყველაფერი ფრიდრიხ მერცს. და ეს 70 წლის კაცი ძრწოდა ამ ქალის წინაშე, კანკალებდა, ხელებს იქნებდა, გადარეული იყო და რა თქმა უნდა ისევ სოციალური ქსელი დადრიალდა და
უამრავ ახალგაზრდამ ნახა აი ეს მედგარი, პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლა ამ ახალგაზრდა ქალისა და სავსებით დამსახურებულად ბევრი ამორჩეველი მწვანეთა პარტიიდან გადაბარგდა დილინგეს მხარეს აიკრეს. და დამაჯერებლად გადავახა. სხვათა შორის ახლა მომავალ კვირას არის არჩევნები ჰამბურგშიც. ჰამბურგი სოციალ-დემოკრატიული ქალაქია, ყველას ეგონა რომ იქ ჰამბურგში მაინც ადგილობრივი თემატიკა განსაზღვრავს ყველაფერს და ისე სოციალ-დემოკრატები და მწვანეები დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბასტა იქაც დაიწყეს გადაბარგება დილინგეს ბანაკში, ძირითადად მწვანეების ამორჩეველმა და იქაც ძალიან საინტერესო ვითარება იქნება. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, პოლარიზებულია დღეს გერმანული პოლიტიკა. უკიდურესი მემარცხენე ფლანგი, რომელიც არც ისე უკიდურესია, არაჩვეულებრივი ხალხი არიან, მით უმეტეს რომ საგარეო პოლიტიკაც გამოასწორეს და რუსეთუმეები აღარ არიან, იყო ეს პერიოდი. არა, უკიდურესობასთან ჩვენ არ გვაქვს. ხო, მაგრამ მაინც არსებულ ძალებს შორის ყველაზე მემარცხენე ძალაა გაძლიერებული და არსებულ ძალებს შორის ყველაზე მემარჯვენე ფაშისტური, პრორუსული ძალა AfD არის გაძლიერებული, ხო ეს ძალიან საშიში ძალაა, მეგობრებო. აქ ქართული ოცნების მთავარი მხარდაჭერი საერთაშორისო ასპარეზი არის AfD. პარტია, რომელიც ამბობს, რომ შოა, ანუ ჰოლოკოსტი, არაფერი არის რა უჭირს. ფოგელშის, ანუ მაპატიეთ ჩიტის კლინტი იყო გერმანიის 1000-წლოვან ისტორიაში თურმე შოა, ჰოლოკოსტი. ესეთ რაღაცებს ამბობენ. ამბობენ, რომ რა გვინდა, რომ გვიდგას ბერლინის ცენტრში ჰოლოკოსტის მემორიალი. რომელი ერი უდგამს თავის სიმახინჯეს ძეგლს. თავის შეცდომას. გავში ტექსტი ქონდა ელონ მასკსაც პარტიულ შეკრებაზე, რაც ჩაერთო. აი ამ იდეების წარმომადგენლები. ნუ გცხვენიათ თქვენი. გარდა ამისა არიან მექრთამეები. რამდენიმე შემთხვევაში ღიად არიან მხილებულები და რამდენიმე ადამიანს პარტიული სიის დატოვება მოუწია, რომ აი აეღოთ, იმიტომ რომ აღებული ქონდათ ფული რუსეთისგან, ჩინეთისგან და ესეთი ძალებისგან არალეგალურად კანონის დარღვევით. ამ AfD-ს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვარო აი ხა დეპუტატი გახდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარო ნაციონალურ სოციალიზმის მეგობრული სახეო. მე რეკითხვა რომ ვიხუბრეო ეს ისე დავწერეო, რომ ვითომ ჩვენ უფრო მუქები ვართ, ვიდრე ისინი იყვნენ, მაგრამ ამ სიტყვათა შეთანხმებით გამოდის. იგივე თქვა სხვადასხვა დამნაშავედ ცნობილ ინსტიტუტებზე საუბრობენ ისინი ძალიან ეს რბილად, ხო, SS-ზე, SA-ზე, ვერმახტზე საუბრობენ, რომ აი რა უჭირს და ბევრი მათ არაფერი არ დაუშავებიათ, მარტო ჰიტლერი იყო დამნაშავე და ნუ მთელ რევიზიას ახდენენ ამ ყველაფრის, ამ პოლიტიკური პროცესების და ლოზუნგები, მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი ერთ-ერთი ნაცისტური ქვედაჯგუფების იყო alles für Deutschland, ყველაფერი გერმანიისათვის. ესენი alles für Deutschland თავის ყრილობაზე მღერიან და ყვირიან ხოლმე, მაგრამ მე ამბობენ, რომ ჩვენ ვამბობდითო alles für Deutschland, ანუ ალის ვაიდელი მათი ლიდერი, არის ალისზე ვამბობდითო. მაგაზე არის და ესე ნელ-ნელა ეს ფაშიზმის, ნაციზმის ნორმალიზაციას ახდენენ თავიანთ ქვეყანაში და აი ეს ხალხი კიდე მათ ლიდერს მაგალითად ბეატრიქს ფონ შტროხს აქ ნათქვამი, რომ საზღვარზე ვინც გადმოვაო, გერმანელმა საზღვარზე იარაღი უნდა კონდეს და უნდა ესროლოს. და ჟურნალისტი შეეკითხა, რომ ბავშვი რო გადმოვიდეს, იმასაც უნდა ესროლოსო. უნდა ესროლოსო. აი, ქართული ოცნების მთავარი პარტნიორები ევროპარლამენტში და გერმანიაში. ყლელები, ფაშისტები, ნაცისტები და შოას რო ამართლებენ ისეთი ხალხი. პალესტინის სამბავზე მინდოდა მეკითხა ამ პარტიების რიტორიკა როგორია? საშინელი. ფრიდრიხ მერცის პირველი კომენტარი ვნახე, რომ ეს ტრადიციული მემარჯვენე პროპოზიცია. ეპატიშება. ხო, ნეთანიაჰუ, კაი კაცია, ეს რა. მემარცხენეები რამდენად გამბედავები არიან? იცით რა არის გერმანიის ისტორიაში? ხო, მესმის 60 წლებში. არა, მაგ ისტორია ისედაც ყველა. მე უცხო ისტორიას ვიყვებით, ხო? გერმანიის ისტორიაში 60-იან წლებში დიდი სტუდენტური გამოსვლა
რამ გამოიწვია თუ გახსოვთ, აი რუდი დუჩკე და აუსენ პარლამენტარიში ოპოზიციონ და ასე შემდეგ. გამოიწვია გერმანიაში ირანის შაჰის ვიზიტმა. ანუ მაშინდელი ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ იმიტომ, რომ თქვენ ჰოშიმინს ეძახით ტერორისტს, ამ არაჩვეულებრივ კაცს, სამ იმპერიასთან მებრძოლ ლეგენდას ეძახით საზისყარ კაცს და ირანის შაჰს, რომელიც თვითონ ოქროში ზის და ხალხს შეაიქ, იღებთ როგორც ჩვეულებრივ სტუმარს, ან როგორც საპატიო სტუმარს. და ამითი დაიწყო გერმანიაში დიდი სტუდენტური პროტესტის ტალღა. მე მგონია რომ დღეს ეს ისტორია შეიძლება გერმანიაში განმეორდეს. თუ გაბედავს ბენიამინ ნათანიაჰუ გერმანიაში ჩასვლას, მას დახვდება ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა. განსაკუთრებით კი აი ამ ახალგაზრდულ სეგმენტზე დილინკეს მხარდაჭერებს შორის და ასე შემდეგ. ცხადია ამ ყველაფერს თავისი საფრთხეებიც ახლავს. ახლა გერმანიაში ანტისემიტიზმი გაცოცხლდა, ამ AfD-ს გამოც გაცოცხლდა, ცოდვა გამხელილი ჭრობს და გაცოცხლდა იმის გამოც, რომ გერმანიაში არსებობს ულტრამემარცხენე ჯგუფებს შორის ანტისემიტური გამოცდილებაც და გაცოცხლდა ესეც ცოდვა გამხელილი ჭრობს აი ამ მიგრაციის გამოც, ხო? ბევრი ექსტრემისტი შემოდის, აგერ ტერორისტულ აქტებს აწყობენ და რა თქმა უნდა ისინი ანტისემიტებიც არიან. ხო, ასე რომ აი ეს ხიფათსაც იწვევს, ეს ხიფათი და საფრთხეც არსებობს, ასე რომ ბენიამინ ნათანიაჰუ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც ერთ რამეში მაინც გამოიჩენს გონიერებას და გერმანიაში არ ჩავა, რომ ამას არ მოყვეს ანტისემიტიზმის ახალი ტალღა და ძალიან სერიოზული და ესეთი გამოსვლები გერმანიის ქუჩებში. მაგრამ თვითონ ფრიდრიხ მერცი სამწუხაროდ არის ძალიან მემარჯვენე პოზიციებზე. ეს კომპლექსებიც აქვთ გერმანელებს, რა თქმა უნდა, ისრაელთან მიმართებით, მაგრამ გერმანიის პოლიტიკაში არის ბევრი ებრაული წარმოშობის გენიალური ლიდერი, რომლებიც დაუნდობლად აკრიტიკებენ ისრაელს და ისინი მართლა შუქურასავით ანათებენ გერმანულ პოლიტიკას. აი მაგალითად ახალი ბუნდესტაგის საპატიო თავმჯდომარე, ანუ უხუცესი თავმჯდომარე, ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია ევროპაში, რომ უხუცეს წევრს ბუნდესტაგის აქვს უფლება განუსაზღვრელი ვადით ილაპარაკოს გახსნით სხდომას. ვერავინ ვერ შეწყვეტავს. და ესეთი დეპუტატი დღეს არის გრეგო გიზი, დილინკეს ლიდერი, ებრაული წარმოშობის, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კომაგი გერმანიაში პალესტინის. როგორც ბერნი სანდერსი, ჩვენი უძვირფასესი, უსაყვარლესი პოლონელი ებრაელების შთამომავალი არის პალესტინის მთავარი კომაგი შეერთებულ შტატებშიც და მთელს მსოფლიოშიც. და აი ისინი ალბათ წინააღმდეგობას გაუწევენ ამ პოზიციას, იმიტომ რომ მეგობრებო, საქართველოშიც უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. შეიძლება ვიღაცა იდიოტებმა ამის გამო რაღაც იარლიყები მოგვაკერონ, მაგრამ ფაქტია, ხო? ჩვენ გვაქვს უკვე იარლიყი და აღარ გვინდა. არა, ფაქტია, ხო, რაც ხდება. აგერ ჰაგის სასამართლოდან დაწყებული, რომის პაპით დამთავრებული, ღმერთმა კარგად ამყოფოს და ჯანმრთელად, არაჩვეულებრივი კაცია, მებარცხენე, თავისი გარემოში რამდენად მებარცხენე შეიძლება იყოს, ხო? ყველა ამბობს, რომ მიმდინარეობს გენოციდი პირდაპირ ეთერში. ყველა უყურებს ამას. 40,000 ადამიანი არის გარდაცვლილი. 2 მილიონი ადამიანი. ნახევარი ბავშვები, 18,000 ბავშვი ალჯაზირას ინფორმაცია. 2 მილიონი ადამიანი არის უსახკაროდ, ხშირად უწყლოდ, ხშირად საკვების გარეშე, ხშირად ელემენტარული სამედიცინო დახმარების გარეშე. 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამდენი ხანია, ბოლო პერიოდს რო თავი დავანებოთ, მუდმივი უბედურების პირობებში. და ეს ჩვეულებრივი მოვლენა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ ამართლებს, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ 7 ოქტომბერი გავამართლოთ და ის სიმხეთზე გავამართლოთ და ჰამასის მხარეს ვიყოთ. მაგრამ ჰამასმა როგორი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს, ეს არავის არ აძლევს უფლებას, რომ 40,000 ადამიანი მოკლას, დაამიწოს, საცხოვრებელი არ დაუტოვოს
და მე ტრამპმა ერთმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ხალხის გადასახლებაზე სადღაც. ხო, ну რაღაცა ეს არ შეიძლება. მასობრივ წამებას, ხო, აბა სხვა რა ქვია, ვერანაირად რაღაცა ერთი დღის ამბავი ვერ გამართლებდა და აი ხო და მე რო დაუკვირდეთ რა, აი როგორი რაღაცა პარადოქსულია ხო, რომ ეს გლობალური რაღაცა კონსერვატორების ინტერნაციონალი პრაქტიკულად, რომლებიც სულ რაღაცა ტრადიციების დაცვაზე დებდნენ თავს, როგორც კი დომინანტები გახდნენ ამ საერთაშორისო პოლიტიკაზე, პრაქტიკულად ყველანაირი წესი და კანონი გაუქმდა რა და რა ვიცი, ყველა მხარეს ვხედავთ ისეთ ომებს, სადაც და ამ ომების გარდაც ურთიერთობებში უკვე ისეთ ფორმებს ხო, აი რა ვიცი, იგივე ტრამპი უკრაინაში როგორ იქცევა, რუსული რაღაცა ამ ვითომ რაღაცა დუგინისტური რაღაც ტრადიციონალისტური ფლანგიდან რა მოდის, რას ითხოვენ ევროპელი ეს რაღაცა ულტრაკონსერვატორები თუ ნაციონალისტები თუ ფაშისტები, არ ვიცი, აი რაღაც რა უნდა დავარქვათ ხოლმე, ესე სათითაოდ ცოტა რთულიც კი არის ალბათ. მათ ხელში ესე იგი რაღაცა ლიბერალიზმის ალტერნატივად და ვითომ რაღაცა გლობალური წესრიგისგან თავისუფლება თუ იღებთ ამ სრულიად რაღაცა უწესო არაჰუმანურ გენოციდებზე დამყარებულ წესებზე უნდა ვილაპარაკოთ, აი ხა მე მაინც ფოკუს ისრაელზე დავაბრუნებ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ღმერთმა დამიფაროს იმას ვამბობდე, რომ ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი პოზიციის მომხრე, რასაც ქვია two state solution. ორი სახელმწიფო უნდა არსებობდეს, საზღვრები გაიმიჯნოს. უნდა დაიცვას სიმშვიდე და მშვიდობა საერთაშორისო მისიამ. ღაზაში ჰუმანიტარული ასე იგი მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. და ასე შემდეგ ამას ვამბობთ. არაფერ განსაკუთრებულს, რომ ანტისემიტიზმი და უბედურება დაგვაბრალონ და შემოგტენონ. მე მგონი პირიქით. მაგრამ ნახეთ, აქვე ეს არ გვაძლევს ჩვენ უფლებას იმისა, რომ გავჩუმდეთ ისრაელის დღევანდელ ხელისუფლებაზე. ისრაელის დღევანდელ ხელისუფლებაში მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არიან რასისტები, ფაშისტები და ტერორისტები. მაგალითად, პოლიციის და უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ბატონი ბენგვირი. ხო? მაგალითად, ფინანსთა მინისტრი, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერორისტულ აქტებს. იცხაკ რაბინი რომ მოკლეს ეს მთავარი მშვიდობის მტრედი ისრაელის უახლეს პოლიტიკაში, სოციალისტი, არაჩვეულებრივი კაცი, ხო? წინა დღეს აი ამ ბენგვირს და სხვებს ჰქონდათ მის ავტომობილზე თავდასხმის მცდელობა. მის მანქანა დაამტვრიეს და ნიშნები მოაკლიჯეს და ასე შემდეგ. ხო, არა, ჩვენ აუდიტორიაში იასირ არაფატთან შეთანხმებას. ეს ხალხი ღაზიდან